მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია დღის შეჯამების მორიგი გადაცემა. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ძალიან ექსტრემალურ პირობებში გვიხდება მუშაობა, კარგად იცით. ფაქტობრივად საველე პირობებში ვართ, ვინაიდან ჩვენ დღეს გავდივართ ეთერში ფაქტობრივად ენთუზიაზმისა და რაღაცა ძალიან დიდი თავდადების ხარჯზე. ამას არაერთხელ ხაზს უსვამ, იმიტომ რომ ჩვენ არანაირი მხარდაჭერა არ გაგვაჩნია, ეს არის გმირობის ტოლფასი, იმიტომ რომ გადაცემას, რომელსაც დღეს ჩვენ აი ამ პროდუქტს თავაზობთ, არ აყავს შესაბამისი გარკვეული დარგის სპეციალისტები და მხოლოდ ჩემს მიერ მზადდება, რათა თქვენ ინფორმირებული იყოთ. დღეს ალბათ ყველა საინფორმაციო საშუალება, სააგენტო და თითოეული ადამიანი სოციალური ქსელის მეშვეობით ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ დაკავებული იქნა ქრონიკა პლუსის რედაქტორი ქალბატონი ელისო კილაძე. ნუ ქალბატონი რო უწოდო ამ პერსონას, ეს მისთვის დიდი პატივია. ეხლა ვიცით რა არის, მე საერთოდ არ მიყვარს აი დაჭერილ ადამიანზე რაღაცა ისეთი წიხლის დაჭერა და ნათქვამია წაქცეულს არ ურტყამენო, მაგრამ ამ ადამიანმა იმდენი ბოროტება გააკეთა, იმდენი სიძულვილი დათესა, რომ დღეს ასე მგონია სოციალურ ქსელს რო გადავხედეთ, რაღაცა დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ ქვეყნის მასშტაბით თუ რაღაცა დიდი სიხარული მოგვეწვია, არ ვიცი, ყველა ხარობს, იმიტომ რომ ეს ქალბატონი ღვარძლის, ბოღმის, თხევის გარდა არაფერს არ აკეთებდა. მათ შორის ჩემს მიმართაც არაერთხელ თავდასხმებს ახორციელებდა და ეს იყო სისტემატური ხასიათი და ამას ჰქონდა კამპანიური ხასიათი. ამის თაობაზე მე არაერთხელ მივმართე სხვათა შორის შესაბამის უწყებებს მედიის საშუალებით, რა თქმა უნდა, იმიტომ ხა მისთვის ხა რაღაცა დიდი პატივი იქნებოდა, რომ ხა მე სადღაც ჩივილები დამეწყო, იმიტომ რომ ეს ადამიანი მარტო არ ყოფილა, როდესაც ახორციელებდა დივერსიულ მოქმედებებს. ეხლა იცით რა არის, მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ხელისუფლებას გუნდრუგს უკმევს და რაღაცა ესე იგი იმაზე მეც ვამბობ ხელისუფლებაზე, რაც საჭიროა, მაგრამ ეს არის ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება. ეხლა იმ ბრალდებასთან დაკავშირებით მე ვერაფერს ვერ მოგახსენებთ, რაც აყენებული იქნა პროკურატურამ ამის თაობაზე. თქვენს კარგად ნახეთ, ჩაატარა ბრიფინგი. საქართველოს პროკურატურამ კოლცენტრების მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლსამართლებრივი დევნა დაიწყო 10 პირის მიმართ. ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებად მიმავალში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს. ხოლო ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნობა სხვა სისხლსამართლის საქმეზე სასჯელო ახსულების დაწესებულებაში მოთავსებულ გიორგი მიკაძეს. ამავე სისხლსამართლის საქმეზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ელისო კილაძე. ბრალდების დადგენილება ასევე წარედგინება ჯგუფის სხვა წევრებს, გივი ჭიბლაძეს, ენანორს, თორნიკე ჯანელიძეს და გიორგი კამლაძეს, რომლებმაც ქმედითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ როგორც წინა პერიოდში ჩატარებულ ბრიფინგზეც განვაცხადეთ,
2020-2023 წლებში. მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა, ქვეყანაში მაინც არსებობდა რამდენიმე ათეული თაღლითური კოლ-ცენტრი. მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული კოლ-ცენტრების დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედია საშუალებას აფინანსებდა. ხოლო კოლ-ცენტრების შედარებით მცირე ნაწილის მფარველობას გრიგოლ ლილუაშვილი და ოთარ ფარცხალაძე მათი უახლოესი გარემოცვის წევრების მეშვეობით ახორციელებდნენ. მოცემულ საქმეზე საქართველოს პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2020-2023 წლებში საქართველოში ოთარ ფარცხალაძის მფარველობით ფუნქციონირებდა შეთანხმებულად მოქმედი სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანს მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება და შემდგომში ფულის გათეთრება წარმოადგენდა. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დააფუძნეს რამდენიმე იურიდიული პირი, რომელთა ბაზაზეც თბილისში სხვადასხვა ლოკაციებზე მოაწყვეს თაღლითური კოლ-ცენტრები რუსულენოვანი, ინგლისურენოვანი და გერმანულენოვანი განყოფილებებით. კოლ-ცენტრების ოპერატორები ხელმძღვანელი პირების მითითებისამებრ მომხმარებლებს იზიდავდნენ ყალბსავაჭრო პლატფორმებზე, მომგებიანი ინვესტიციის განხორციელების დაპირებით ახდენდნენ ვაჭრობაში ჩართვას და მომხმარებლების ინვესტირებული დიდი ოდენობით თანხების თუ კრიპტოვალუტის მოტყუებით დაუფლებას, ხოლო შემდგომში უკანონო აქტივების განთავსებას, დანაწევრებას და ინტეგრაციას. ორგანიზებული ჯგუფის წევრთა ფუნქციები მოიცავდა დანაშაულებრივი კოლ-ცენტრების გამართული საქმიანობის და ფუნქციონირების უზრუნველყოფას, კოლ-ცენტრის უკანონო საქმიანობის სამართალდამცავებისგან და სხვა კონკურენტი ორგანიზაციებისგან დაცვა მფარველობას, გამოაშკარავების შემთხვევაში საინფორმაციო მხარდაჭერას და საჭიროების მიხედვით ეგრეთ წოდებული დაუმორჩილებელი კონკურენტების საქმიანობის გამჟღავნების უზრუნველყოფას. კერძოდ, გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე უზრუნველყოფდნენ კოლ-ცენტრის გამართულ ფუნქციონირებას, იღებდნენ გადაწყვეტილებებს კოლ-ცენტრის გაფართოების ან ადგილმდებარეობის ცვლილებასთან დაკავშირებით, ახორციელებდნენ საქმიან პროცესზე აქტიურ ზედამხედველობას, შემოსავების და ხარჯების აღრიცხვას, ხელფასების და ბონუსების გაცემას, ასევე პარტნიორებისა და მფარველებისათვის გასანაწილებელი თანხების კალკულაციას და განაწილებას. ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრები, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი, ოთარ ფარცხალაძისა და მისი გავლენების მეშვეობით უზრუნველყოფდნენ კოლ-ცენტრის დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობას, რაც გულისხმობდა სამართალდამცავებისგან და კონკურენტი ორგანიზაციებისგან ჩარევისგან დაცვას. ამასთან მონაწილეობდნენ კოლ-ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. აღსანიშნავია, რომ კოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით ელისო კილაძე უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას. ამავდროულად იმ კონკურენტი კოლ-ცენტრების მხილების მიზნით, რომლებიც არ იყვნენ მათი გავლენის ქვეშ მოქცეულები, ელისო კილაძის მიერ ხდებოდა მათი ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი შანტაჟის გზით განმობირებისათვის სათანადო პირობების შექმნა. გაწეული საქმიანობისათვის გავლენის და საინფორმაციო მფარველები არარეზიდენტი პირებისგან მოტყუებული დაუფლებული თანხებიდან ყოველთვიურად სოლიდურ სარგებელს იღებდნენ. რაც მხოლოდ ამ ეტაპზე გამოძიებით არის დადგენილი 2020-2023 წლებში დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ უცხო ქვეყნის 200-ზე მეტი მოქალაქის კუთვნილ დაახლოებით 9.5 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას. შემდგომში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით დაზარალებულებისგან მოტყუებით დაუფლებული ვირტუალური აქტივები დანაწევრებით მრავალჯერადი ტრანზაქციებით ნაწილდებოდა სხვადასხვა კრიპტოსაფრთხეებზე, რომლებსაც ორგანიზებული ჯგუფის წევრები განკარგავდნენ. ხოლო ვირტუალური აქტივების კონვერტაციის შედეგად მიღებული ნაღდი ფული ხმარდებოდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საჭიროებებს, ხელფასების და ბონუსების გაცემას, კოლ-ცენტრების მიმდინარე ხარჯების დაფარვას.
ასევე დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში აკუმულირებული სახსრები ჯგუფის წევრების მიერ, როგორც თითქოს და კანონიერი გზით მიღებული შემოსავალი მიმართული იქნა უძრავ-მოძრავი ქონებების შესაძენად. ოთარ ფარცხალაძის, გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, ელისო კილაძის, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თონიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 და 194 ემუხლებით გამოტანილი ბრალდება საჯერის სახედა ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურამ ელისო კილაძის, გიორგი მიქაძის და მიმალვაში მყოფი ბრალდებულების, ოთარ ფარცხალაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის და მიხეილ ჩოხელის მიმართ პატიმრობის შეფარდების, ხოლო გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით გივი ჯიბლაძის, ბენ ანონის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ გირაოს შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში იმართავს. საქმეზე გამოძიება და საერთაშორისო თანამშრომლობა გრძელდება დანაშაულში ჩართული სხვა პირების, სხვა დაზარალებულთა ვინაობების დადგენის და შესაბამისი ახალი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით. მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, მეგობრებო, რომ ძალიან დიდი კითხვის ნიშნები ჩანს, როგორც ხედავთ ამ ადამიანთან მიმართებით, იმიტომ რომ როიძახთა ჩიტები მყავს, ეს ადამიანი ძალიან ისეთი გარკვეულწილად ახლოს იყო პროცესებთან და მას კავშირები ჰქონდა საკმაოდ მაღალი რანგის თანამდებობის პირებთანაც როგორც ჩანს და რაღაცა გარკვეული საკმაოდ ისეთი ბერკეტები გააჩნდა, იმიტომ რომ ხშირად ჩვენ ხედავდით, რომ დაუსჯელობის გარკვეული სინდრომი იყო, იმიტომ რომ ამ ადამიანს თითს არავინ არ ახლებდა, ახორციელებდა შეტევას, ტერორს და ეს გაზდიოდა მას. დილით ეს დაკავების შესახებ ინფორმაცია მოვედი აქ ადგილზე, არაფერი იმის მეტი არ ვიცი, რასაც აცხადებს პროკურატურა, დაკავების შესახებ მოლოდინი რაიმე მსგავსია არაფერი არ ყოფილა, ანუ ამ პერიოდში ჩვენ არ ვსაუბრია არაფერი, თქოს ჩვენ ჩორბეთ მუშაობდით, ვაგზავნებდით მუშაობას, უბრალოდ მუშაობდით ონლაინ რეჟიმში, ჩვენ არ ქონდა ოფისი ბოლო პერიოდში და ეს იყო ჩვენი სამუშაო ურთიერთობა ქონა, მეტი არაფერი, ანუ მეტ ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვფიქრობ არა. იმის გადასაც ამბობდა ელისო თავის ლაივებში მე ინფორმაცია არ მაქვს, რაც შეეხება ბენთან გადაკვეთას, ანუ ჩვენ ბოლოს გადაკვეთა გქონდა ოფისის ნაწილზე, როდესაც 8 იანვარს გამოცხადდით სამსახურში და ფიზიკურად ვეღარ შევედით სივრცეში, სადაც მუშაობდით ამ დრომდე. მეტი რაიმე სახის კვეთა ან ხოდსეტუთა შემთხვევა რაღაცა მსგავსი არაფერი ინფორმაციას არ ვფიქრობ ამას. წარმოდგენა არ გვაქვს რა კოლცენტრებზეა საუბარი. ჩვენ ლაივ რეჟიმში ვადევნებდით თავს ელისოს ყოველდღიურობას და ელისოს ბრძოლას ამ ქვეყანაში, თუნდაც კორუფციაზე, თუნდაც იმ ხეთკის ამბავზე ნარკოტიკებთან დაკავშირებით, მაგრამ მსგავსი მოლოდინი არ ქონდა, არ უთქვამს ყოველ შემთხვევაში, თორემ დღეს ესეთი თავზარდამცემი არ იქნებოდა ეს ამბავი ჩვენთვის. კოლცენტრების არსებობა, რაზეც რეალურად საუბრობს პროკურატურა, თქვენ გამორიცხავთ ამას, რომ შესაძლოა ელისო უკავშირდებოდეს. აბსოლუტურად გამორიცხავ, ერთ-ერთი წამით არ მგონია, რომ რაიმე კავშირში არის ელისო კილაძე კოლცენტრთან დაკავშირებით. მათ შორის ყოფილ პროკურორთან ოთარ ფარცხალაძესთან. კი ბატონო. დაკავებულ ჟურნალისტ ელისო კილაძესთან ერთად ბრალდება კიდევ რამდენიმე ადამიანს წარედგინა, მათ შორის არის ბიზნესმენი ბენ ანორი, რომელიც ახლა არის თავისუფალი, რადგან სახელმწიფო ბრალდება მის წინააღმდეგ პატიმრობას არ ითხოვს, როგორც სახელმწიფო ბრალდების მიერ დღევანდელ გააკეთებულ ბრიფინგზე გავიგეთ, ბიზნესმენის წინააღმდეგ იქნება აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო, რადგან სახელმწიფო ბრალდება ამბობს, რომ ბიზნესმენმა ითანამშრომლა საგამოძიებო უწყებასთან, მიაწოდა დეტალური ინფორმაცია იმ სავარაუდო კოლცენტრებთან დაკავშირებით, რომელსაც ყოფილი გენერალური პროკურორი და სხვა პირები მართავდნენ. შესაბამისად, ახლა ბენ ანორი არის თავისუფალი, მისი უფლებადამცველი ამბობს, რომ ყველა მტკიცებულება, რომელიც თავად ბიზნესმენს ჰქონდა უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებით, საგამოძიებო უწყების თანამშრომლებს მიაწოდა. შესაბამისად, გამოძიებამ საჭირო ჩათვალა, რომ ბიზნესმენი გირაოს თანხის საფუძველზე იყოს გარეთ და მას პატიმრობა არ მიესაჯოს.
აბსოლუტურად დაუსაბუთებელი მოსაზრებაა, არავითარი ფარველობა ბენანურისგან არ არის. კოლცენტრებთან ბენანურის დაკავშირება შეიძლება მხოლოდ ერთადერთი თემით, ეს თემა გახლავთ პროგრამა ლიცრვა, რომელიც არის ბენანურის საკუთრება და ეს ამ პროგრამას ყიდდა სხვადასხვა პირებზე, ფიზიკურ, იურიდიულ პირებზე და თუ ეს პირები მას დანაშაულის ჩასადენად იყენებდნენ, ამაზე კონტროლი ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეიძლება ადამიანს მოსთხოვოდა და პასუხისგებაში მიცე კიდევ. და დღეს ვნახეთ როგორ საცუდავად გამოიყურებოდა, ყვიროდა იმას, რა ქვია, გელბახიანის მიმართ, რომ აი დამეხმარეთ. ნუ არ ვიცი ახლა გელბახიანი მას რაც დაეხმარება, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ ძალიან დიდი კითხვის ნიშნები დგას მარტო მის მიმართ კი არა, სხვების მიმართ. მე ვფიქრობ, რომ მას არა მარტო იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც რაღაც კითხვების გაცემა მოუწევს, რაც ბრალი აქვს საყენებლად. არამედ მე ვფიქრობ ძალიან ბევრ სხვა საქმეებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ როგორ იყო ის, რომ ეს ხალი ესე დაუჯელად რაღაცნაირად მოქმედებდა და მე ვიცი იმ ადამიანების რიცხვიც ვისთან ერთად მოქმედებდა. დღეს სხვათა შორის ეს ხალხი, რომლებიც ახლა ელისო კილაძის დაპატიმრებით ხარობენ, მასთან ერთად იყვნენ გარკვეული პერიოდი, ერთად შეხმატკბილებულები იყვნენ და ხლართავდნენ გარკვეულ რაღაცა ინტრიგებს, ვითომ ერთმანეთს ებრძოდნენ ეს კილაძე და ეს ადამიანები და რეალურად ერთად იყვნენ და თავს ესხმოდნენ ადამიანებს. ეხლა გვარსახელების დასახელებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არის და შეიძლება ვინმე გამოვრჩეს და ძალიან კარგი მეთოდია, როდესაც გვარს ასახელებ ადამიანისას, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ხშირად უფრო მეტ პერსონას მიდის და ადრესაც მიდის ეს ჩემი განცხადება, ვიდრე მე მგონია, იმიტომ რომ ხშირად ყოფილა რაღაცა მithქვია და მე დაურეკიათ, მე რატომ მიგულისხმევ და ამ დროს მე საერთოდ იმ ადამიანზე არც მქონდა გარკვეული ხაზგასმა, მაგრამ როგორც ჩანს, ესე იგი ისიც რაღაცა კავშირში იყო, იმიტომ რომ ხუდი ეწვისო ნათქვამია და რატო უნდა მიიღო შენ თავზე ის ბრალდება, რაც რეალურად შენ არ გეკუთვნის, ხო? და ეხლა არ ვიცი, იცით, ეხლა მე დღეს შეგნებულად უთმობ ამ ჩემი გადაცემის რაღაც გარკვეულ დროს ამ თემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს ქალბატონი იყო, რომ დავით გარეჯის გამყიდველებს აპრავებდა. ეს ხალი იყო, როდესაც თავს ესხმოდა ყველა იმ ადამიანს, ვის ქართულ მიწას იცავდა. და ეს ქალბატონი იყო, რომელიც ყველა ჩვენ პატრიოტულ სულისკვეთებას თავს ესხმოდა, თან როგორ იცით, მარტო კი არა, რაღაცა გარკვეული ჯგუფის მეშვეობით მიერ. ანუ ამ ადამიანს ყავდა თავისი ტროლ ბოტები, რომელიც შემოესეოდნენ ამ იმას სოციალურ ქსელს და მიდი მოვდივარ, ესე იგი ეს იყო რაღაცა ტერორი ადამიანებს და ჩვენც რო დაულაგებელი ქვეყანა გვაქვს და რომ რაღაცნაირად მიშვებული ქვეყანა ვართ, აქედანაც ჩანს რომ ყველა ადამიანი რასაც უნდა იმას ლაპარაკობს. ეხლა მე მარტო ელისო კილაძეზე არ მინდა ხაზარმა. არის აგრეთვე პროვოკატორები, რომლის გვარებსაც არ დავასახელებ, თხსავენ რაღაცა სიბინძურეებს სოციალური ქსელის მეშვეობით, ამას ავრცელებენ და რა გინდა მე როქნა კაცმა. სასამართლოში წახვალ პატივი და ღირსების შელახვის გამო და ეს 5 წელი უნდა ელოდო საქმეს. 5 წელში რაში მაინტერესებს ან ვინმეს ბოდიში, ან ვინმეს უარყოფა. არავითარი აზრი არ აქვს ამ ეხლა ხელისუფლებასთან დაახლოებული პერსონა თუ ჩივის, კი ბატონო, ამ შემთხვევაში ის მალე მორჩება ისაყი, მაგრამ შენ უბრალო ადამიანმა რო შეიტანო, არავითარი შედეგი არ აქვს იმ კუთხით, რომ ეფექტურობა ნოლია. პოლიციაში რო შეიტანო, ყურადღებას არავინ არ მოგაქცევ და მიდი მოვდივარ, რასაც უნდა აკეთებენ. ჩვენ გვყავს ასეთი ელისო კილაძეები, კიდე ოღონდ უფრო წვრილი მასშტაბის ელისო კილაძეები, რომლებსაც სოციალური მედია და მთელი აი ეს მედია სივრცე აქვს დაბინძურებული. ჩვენ მე პირადად თუ ვინმეს რამეს ვდებ ბრალს, ვდებ აი მტკიცებულებებით, სიუჟეტებით და კონკრეტული ფაქტებით და ამაში ჩემი გარკვეული პროფესიაც მეხმარება, მე იურისტი ვარ, ყოფილი პროკურორი ბრძანდები და ადვოკატი ვარ და ვიცი ეს ყველაფერი, რომ ადამიანს ახლა ჩიქი არ უნდა მოწყო ტყვილა, ხო? ან თუ რაღაცა ეჭვი მაქვს, იმასაც ვიძახი, რომ მე ეჭვი გამაჩნია და არ ვიძახი, რომ კატეგორიული არა ვარ აი ამ განცხადებებში, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ქვეყანაში თითეული ადამიანი არის დაუცველი. და ხელისუფლებას ხშირად ლაპარაკობს ამის შესახებ, მაგრამ ბიჭო, რაღაცა ხო უნდა გააკეთოთ. ეხლა ადამიანი ცის რო წამებს მეორე ადამიანს, ამის გამო მე ვფიქრობ, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს. იმიტომ რომ ეხლა იმას ბოდიში და ფეხებზე კვირია, რაღაცა აქვს ჭიღური პუღურო რაღაცა მედია საშუალება
რომელიც ბოდიშდა არის ურეიტინგო, მაგრამ რაღაცა სკანდალურს რო გააკეთებს, ის სკანდალური შეიძლება გავრცელდეს, იმიტომ რომ ხო ხდებით ეხლა ცნობილ ადამიანზე რაღაცა რო იწერება სიბინძურე, ის იმას უფრო აიტაცებს ხალხი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს მთელი ველი დაბინძურებულია და ელისო კილაძის მასწავლებლები დღეს ამ ყველაფერს თხსავენ და ნერგავენ. თქვენ გონიათ, რომ ელისო კილაძე თვითონ შეიქმნა? ეს არის პროდუქტი შექმნილი იმ ადამიანებისა, რომლებიც სხვათა შორის დღეს ხელისუფლებასთან გუნდრუგს უკმევენ და მე ხან ერთ პრემიერთან იყვნენ კარგად, ხან მეორესთან, ხან მესამესთან და აი იმ ხალხის პასუხისგებლობის საკითხიც უნდა დადგეს სიმართლე რო გითხრათ, იმიტომ რომ აი ეს ხალხი იყო, რომლებიც ამ ელისო კილაძესთან ერთად 1000 სიბინძურეებს აფრქვევდნენ, 1000 სიბინძურეებში იყვნენ ჩართულები და დღეს რაღაცა მშრალად არიან ეს ხალხი გამოსულები, იმიტომ რომ აქვთ ეს ნიჭი, ძალიან ისეთი დიდი ნიჭი ჯერ კიდევ ძველი პერიოდიდან, რომ იციან ეს ლავირება, გაძრომა, გამოძრობა და მშრალად გამოდიან ყოველთვის. და ესეც გარკვეული ნიჭია ეხლა რა, მასაც მტერსაც უნდა დაუფასო, რაღაცა რო აქვს ნიჭი, მაგრამ ეს ნიჭი არის ბოროტება სახმარ ამ ნიჭს. და მე ვფიქრობ, რომ ჩემო მეგობრებო, ესე არ შეიძლება გაგრძელდეს, იმიტომ რომ საქართველო არის პატარა ქვეყანა. ამდენი ღვაწლი, ამდენი ბოღმა, როდესაც ინთხევა, ეს ყველაფერი უნდა იქნეს რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს და უნდა იყოს ამაზე გარკვეული მოხდეს სამართლებრივი შეფასება. რა თქმა უნდა, ეხლა ეს ხალხი რო გახარებული არის, ესეც ხელისუფლების გარკვეული პასუხისგებლობაა, იმიტომ რომ აქამდე კი არ უნდა მიგვეყვანა საქმე ჩვენ, მანამდე უნდა ეგო პასუხი. აი წარმოგიდგენიათ, რა დონეზე უნდა შეაზიზღო ხალხს თავი, როდესაც შენი დაჭერა უხარია, თან მით უმეტეს შენ არც თანამდებობის პირი ყოფილხარ, არც მინისტრი, არც არაფერი. მაგრამ ეს რა ვიცი, ადრე იყო რაღაცა ზონდერები და ეს ჩვენ ყავს მედია ზონდერები, რომლებიც ესე იგი ადამიანებს ატერორებენ, ჩილისწამებებს და მე ამას მოყვება ხოლმე ხშირად ისეთი ფატალური შემთხვევები, რომ ზოგიერთი ადამიანი შეიძლება საერთოდ მოკვდეს კიდევაც, კაცო და რაღაცა მოუვიდეს. მე ვიცი კიდევაც ესეთი შემთხვევები, რომ ვერ გაუძლო ამ ხალხმა ამ ხელა შეწოლეს და ამ ნერვიულობის გამო რაღაცა ის მიიტანეს და ჩვენ დღეს გვაქვს სამწუხაროდ უცხოური ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ გარკვეულად გაჯერებული მედია სივრცეები, რომლებიც ფინანსდებიან სხვადასხვა გარკვეული საფარქვეშ, ვითომ მედიის განვითარების გრანტია, დემოკრატიის განვითარების გრანტია და რაღაცა გრანტებს ღებულობენ და ესე ადამიანებს თავს ესხმიან. გებელსმა თქვა მომეცით საინფორმაციო საშუალება ღორების კოლტებად ვაქცევ ხალხსო. მედიას აქვს ძალიან დიდი საშუალება, გარკვეული როლი ადამიანების აზრის ფორმირებაში და ამიტომაც არის რომ ჩვენ აი რაღაცნაირად აი რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ. ეხლა აი წარმოგიდგენიათ, იმის საშუალებაც არ აგვაქვთ რომ უკვე ტელევიზიით ვიმაუწყებლოთ, ყველანაირად ჩაწიხლულები ვართ, ყველანაირად განადგურებულები ვართ. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელის მეშვეობით ჩვენ ბევრი გვადევნებს თვალყურს და მე თან უნდა გავითვალისწინოთ ის თუ ხა რუსეთიდან ჩვენი მაუწყებლობა ძალიან რთულია, იმიტომ რომ აქ გარკვეული შეზღუდვებია სოციალურ ქსელებზე, Facebook-ზე, YouTube-ზე და ამიტომ გვიხდება ძალიან რთულად თქვენთვის ხმის მოწვენა დღეს აქიდან და მე ერთი რამე მინდა გითხრა დღეს ვინც აი ამ ფლანგზე არის ქართულ-რუსულ ფლანგზე და თulis თავს ბიზნესმენად და არ ეხმარება და არ აკეთებს აი ამ მედია საშუალებებს, ისინი არიან მოღალატეები, იმიტომ რომ მათ არანაირი საფუძველი არ გააჩნიათ საერთოდ ილაპარაკონ ქართულ-რუსულ ურთიერთობებს. ეხლა მე უბრალო ადამიანს ვერ მოვთხოვ პასუხს, შენ თუ თვლი რომ ბიზნესმენი ხარ, შენ თუ თვლი რომ მეცენატი ხარ და შენ არაფერს არ აკეთებ იმისათვის რომ ადამიანებს სიმართლე გააგებინო, შენ ხარ მოღალატე, ტიპიური მოღალატე. და მე ამას პირშიც ვეთქვი, ვისაც საჭიროა და ვეუბნები კიდევაც, იმიტომ რომ დღეს როცა შენ დატოვე ხალხი, მე ეხლა რატო გონიათ უამრავი საქმე მაქვს აქა და აი მართლა აი ძალიან მიჭირს რომ აი ეს ორი სიტყვაც გითხრათ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ძალიან სირთულეებთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი, მაგრამ არ მინდა რომ დაგტოვოთ თქვენ ყველაფრის მიღმა. დღეს აი აქ მაგალითად სიტყვაზე რუსეთში ვინმე გადაკრული რო თქვას, ვინმე სახელმწიფო ინტერესებს რო შეეხოს, ის ადამიანი იმ წუთასვე ციხეში წავა. და დღეს ჩვენ საქართველოში ყავს ადამიანები ცილისწამებებით, შეურაცხყოფებით
და 1000 გვარი სიბინძურებით გამოდე. მიდი მოვდივარ, არც არაფერს პასუხს არ ათხოვს. სოციალური ქსელები აიღეთ. იგინება, ილანძღება ხალხი, ვითომ რაღაცა ეს რაღაცა იმას იძახის, რაღაცა კარგ რამეს იძახის, პასუხს არავინ არ აგებს. სოციალური ქსელი ვიღაცას გონია ეს არის რაღაცა პირადი მოხმარების სივრცე. აი ხა ქუჩაში შეიძლება ორი კაცი იყოს, იმ ერთმა კაცმა რაღაცა იგინოს, ილანძღოს, ამის გამო დააკავონ პოლიციელებმა, იმიტომ რომ ეს არის საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილში, მაგრამ იგივე საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილია სოციალური ქსელიც, იმიტომ რომ იქ მილიონი ადამიანი უყურებს ამას და იქ შეიძლება ერთმა კაცმა გაიგოს ხოლო, რომელი უფრო მეტი რეზონანსულია სოციალურ ქსელში, რომ ადამიანი იგინება თუ ქუჩაში. ქუჩაში კიდევ ერთხელ იმოდი, რომ ერთმა კაცმაც ვერ გაიგოს, რაღაცა იყვიროს, იწილოს, არავინ არ იყოს, მარტო პოლიციელი იყოს. ამიტომ ამაზე რეაგირება ხო უნდა ხელისუფლებას ეხლა მე მინდა მივმართო რა. თუ გინდა თქვენ მართლაც რომ აი ეს პრობლემები აღმოიფრას. ეხლა აქ არ ვიცი ამ კოლ-ცენტრების საქმეზეა ეს ქალბატონი დაკავებული და გამოძიება იტყვის რა როგორ არის, მაგრამ მე ვფიქრობ მას სხვა რამეებშიც უნდა მოეკითხოს პასუხი თუ როგორ ახდენდა ის თავისი ბინძურ მოქმედებებს სხვა მიმართულებით, აი ამ დისკრედიტაციისა და ადამიანების მიმართ აი ესეთი მიზანმიმართული კამპანია როგორ იყო და ასევე სახელმწიფო რო იძახდა სახელმწიფო სტრუქტურებში მე ჩიტები მყავს, უნდა გამოვლინდეს ერთი რა ჩიტები ყავდა მას, ვისგან იღებდა ინფორმაციებს და უნდა გაირკვეს ეს ყველაფერი საბოლოოდ და უნდა მიეხედოს აგრეთვე აი ამ ელისო კილაძის მსგავს კიდევ პერსონებსაც, რომლებიც დღეს არიან მედიაში, ვინც არ უნდა იყოს ეს. ყველას უნდა მიეხედოს მეგობრებო, იმიტომ რომ ჩვენ ვართ დღეს ისეთი ეპოქაში, რომ ერთმა განცხადებამ შეიძლება გამოიწვიოს დიდი საკმაოდ პრობლემა. აი მაგალითად ჩვენ გვაქვს რეგიონები, ხო? ეს სამირა ბაირამოვა რო არის. ესე იგი, ეს ქალბატონი აღუევს ეთნიკურ შუხს. ამას ვიძახი უკვე 10, არ ვიცი, 10 წელი კი თუ არა, რამდენი წელია ვიძახი. ჩადის და ესე იგი იძახის იქ, რომ აი ილახება აზერბაიჯანელების უფლებები, იქ რაღაცა პრობლემებია, ის არის, ეს არის და ყველანაირად ცდილობს ეს ქალბატონი, რომ იქ ეთნიკური შუღლი გააღვევოს, გესმით? აგრეთვე არის ეს მიქელაძე კიდე, რომელიც თამთა მიქელაძე, რომელიც იქ აი იგივე ამ პლატფორმით მუშაობს, ეთნიკური შუღლი ჯერ აჭარაში იყო, მერე იქაც ქვემო ქართლში ჯვარი რატო არის აღმართულიო, გეუბნებით, ესეთი რამე შეიძლება ხალხო, რომ საქართველოში ადამიანმა, ქართველმა კაცმა ის თქვას, რომ ჯვარი რატო აღმართული ქვემო ქართლშიო, გესმით თქვენ? არა, თურმე, აბა რა უნდა იყოს აღმართული, ჯვარი უნდა იყოს, აბა რა უნდა იყოს აღმართული და მე მინდა ხელისუფლებას მივმართო ამ ხალხითაც დაინტერესდით, კაცო. აი ერთ განცხადება შეუძლია იმხელა რაღაცა მოყოს და შეიძლება ტერიტორიული მთლიანობის საკითხის პრობლემაც წარმოგვეშვას ჩვენ, იმიტომ რომ ერთმა აი ასანთის გაკვრამ შეიძლება ისეთი აალება გამოიწვიოს, რომ ცეცხლის ალში მოექცეს მთელი საქართველო. ვიღაცას ხო არ გონია ეს მედია სივრცე არის რაღაცა ისეთი რაღაცა საკითხი, რომელიც აი შეიძლება მიუყურაღოდოთ, ხო? მე ყოველთვის ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამოვდივარ, კაცო და თუ ხელისუფლებას მე ვაკრიტიკებ, იმიტომ ვაკრიტიკებ, რომ მინდა რომ რაღაცა უკეთესად წავიდეს საქმე და არა ის რომ ვიღაცის ბოღმა მახრჩობს და ღვარძლი მახრჩობს. მაგრამ ზოგჯერ ამის სხვაგვარად გაგება ხდება იმ ხალხის მიერ, რომლებმაც ეს წესით არ უნდა გაიგოს ესე, იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მედიისა და საერთოდ საზოგადოების სამოქალაქო ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოების და ამათმა რომ დააბინძურეს სამოქალაქო საზოგადოება დაერქვა მხოლოდ აი ამ სოროსის ლეკვებს, პოზიცია უნდა იყოს ის, რომ ხელისუფლებას უნდა დაეხმაროს თავისი რჩევებით და კრიტიკით. და ეს ისე კი არ უნდა გაიქნეს გაგებული, რომ მე ჩვენ მტრები ვართ. იგივე დავით გარეჯის თემის საკითხშიც, იგივე სხვა საკითხებშიც, რომლებიც კითხვის ნიშნები ისმის, კაცო, ვერ გავიგე რა, ჩვენც თუ რაღაცას ვლაპარაკობთ, ჩვენი ქვეყანა შევტყივა, კაცო, თუ ვლაპარაკობთ მიგრაციაზე, თუ ვლაპარაკობთ დავით გარეჯზე, თუ ვლაპარაკობთ ნარკოპოლიტიკაზე, თუ ვლაპარაკობთ იმ ბინადრობაზე, თუ ვლაპარაკობთ ტერიტორიებზე, ხო ეს არის თურმე არაეროვნული და ეროვნულობა ყოფილა ის, რომ მიგრანტებით აივსება ქვეყანა და გარეჯის ირგვლივ არაფერი არ გაირკვევა და ყველაფერი იქნება რაღაცა ბურუსის ქვეშ. ეს პატრიოტიზმი ყოფილა და ამიტომ ჩვენ იცით რა არის, ეხა მე დღეს ეხა ნამდვილად კმაყოფილი ვარ იმითი, აი ეს ბოდიში და ეს არსება რო იქნა დაკავებული, იმიტომ რომ ეს აქამდეც უნდა მომხდარიყო. 13 წელია ჩვენ ამას ველოდებოდით, იმიტომ რომ ეს ქალი არის ნამდვილი საინფორმაციო ტერორისტი რა. და
მე ვფიქრობ, რომ მას ასევე ბადრი პატრაკაციშვილის საკითხთან დაკავშირებითაც იქ როგორ იყო რასაკეთებდა, ეგეც გასარკვევი, ბევრი რამე არის გასარკვევი მაგ ქალბატონთან მიმართებით და მე ვფიქრობ, რომ უნდა გაირკვეს, იმიტომ რომ არ შეიძლება იცით რა არის, რომ ადამიანს აი ესე მიუშვა და რასაც უნდა ის აკეთოს, კაცო. ესე ხო არ შეიძლება რა. და მე ერთი რამეა კიდე. მე მინდა რომ ხელისუფლება მიცოდეს, რომ ის ხალხი, ვინც დღეს თქვენ აი ესე გუნდროს გიკმევთ და გაქებთ, ეს ხალხი თქვენი უმრავლესობა არის რეალურად თქვენი მტრები. იმიტომ რომ აი ეს ხალხი იყო ის ხალხი ზუსტად სააკაშვილსაც რო ტაშს უკრავდა, შევარდნაძესაც უკრავდა და ხვალ რომ მოვიდეს მიშა შეიძლება იმასაც დაუკრავს. და ჩვენ კიდე როდესაც ვამბობთ რაღაცას, როდესაც რამე არ მოგწონს, პირიქით ჩვენ უნდა დაგვაფასოთ ჩვენ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ადამიანი, როდესაც ხედავ, რომ შენ რაღაცა ფუჭდება, რაღაცა იღუპება, ის კი არ უნდა თქვა, აუ, ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი კარგია, არამედ უნდა დასვა საკითხები და მე ამას ყოველთვის ვაკეთებ. და ხშირად ესეთი თავდასხმებია ხოლმე, რაღაცა თუ მომეწონება, ვიტყვი არის რაღაცა ეხლა, ვიტყვი რომ აი მომწონს კი ბატონო ეს და ამის გამო ხდება ჩვენზე მეტი კრიტიკოსი ამ ხელისუფლებას არავინ არ აყავს და ნახეთ სოციალური ქსელები ზოგჯერ რადიკალური პოზიციებიც ქონია ჩვენ, მაგრამ არ გავცდენილი ვართ რაღაც ჩარჩოებს. ეხლა მე სტუმარზე პასუხს ვერ ვაგებ, სიმართლე რო გითხრა, ეხლა ვინმე თუ რაღაცა ცოტა გადაკრულში გადავა, მე ამაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნები, იმიტომ რომ სტუმარი რა სიტყვის მე სკოჩს ვერ დავაკრავ იმ ადამიანს, ხო? ხო და მე კიდე აი ხა სტუმრებზე რა ხარ მიდგა საუბარი ხალხო, თქვენ ცოტა ბოდიში ბევრს მინდა მივმართო, რაღაც აზროვნების პრობლემა ხო არა გაქვთ ზოგჯერ გეკითხე. აი მეუბნებით რომ მოიწვიე ის, სად დავზივარ ეხლა და საიდან მივყავს გადაცემა, თქვენ არიცით მოსკოვში რო ვარ. ვინ მოვიწვიო, სად უნდა მოვიწვიო, მე აქ გესმით. ჩართვით ამის გაკეთება ფაქტობრივად შეუძლებელია და აქ მე ეხლა მოსკოვში ბოდიში და იმას ვერ ჩამოვიყვან, რა ქვია, ვიღაცას თქვენ რო გინდათ. და მე რო ვერთვები, ესეთ მადლობა თქვით, იმიტომ რომ აქ მართლა გითხარით თქვენ რომ არის პრობლემა ინტერნეტის მიმართულებით, არის სოციალური ქსელების მიმართულებით, შეზღუდულია ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია, თქვენ იქ ხوار გონია მე ახლა იმაში კანარის კუნძულებზე ვიმყოფები. და ამიტომ მე ერთი რამე მინდა იცოდეთ, რომ რასაც ჩვენ დღეს ვამბობთ, აი ეს არის სახელმწიფოებრივი პოზიცია და აი ეს ხალხი კიდე ვინც გუნდროს გიკმევთ, ეგენი არიან მოღალატეები. მოღალატეები არიან, იმიტომ რომ აი სწორედ ელისო კილაძესთან იდგნენ ეგენი და სურათები ამოიღეთ კიდე. სურათები როგორ ესე იგი ეფოფინებოდნენ ერთმანეთს. და ერთად იყვნენ. და ვინც შეუწყო კიდე მაგ ელისო კილაძის აღზევებაში ძალიან შორს არ დაგჭირდებათ და გაიკითხეთ ვინ იყო ის ადამიანი, ვინც ეგ ქალი შექმნა საერთოდ. და ამიტომ იცით რა არის უნამუსობა მარტო ეხლა რომ მაქალზე იქნას გადაფარებული და ეგ ქალი იქნას მარტო პასუხისგებაში მიცეს. სხვების პასუხისგებლობის საკითხიც უნდა დადგეს. სხვების პასუხისგებლობის საკითხიც უნდა დადგეს, იმიტომ რომ არ შეიძლება ერთი ადამიანზე ჯოხის გადატეხა, ვინც 13 წელია ჩვენ ტერორს გვიწყობს. ვინც 13 წელია, ესე იგი არ ვიცი მე საშინელებებს იმაშვება წერს. ვისი მიმართულებითაც არ უნდა იყოს. ერთხელ ერთმა ადამიანმა ისეთი სიბინძურე დაწერა, არ ვიცი, ამას მე ცხოვრებაში არ დავივიწყებ, იმიტომ რომ ის არ ვიცი, აი ყველაფერს ხო აქვს საზღვარია რა და ყველაფერს რაღაც აი იმ დათათუთაშხიაში რო არის ნათქვამი, კაცო 1000 რაღაცა გამიგიონა, ეს რა მოაფიქრებინაო, კაცო. და აი ამაზე აქვს გათვლა, აი ამაზე აქვს ესე იგი რეალურად აქცენტები, რომ ადამიანები იმიტომ ვეღარ შემოდიან დღეს ქართულ პოლიტიკაში, რომ აი ამ ელისო კილაძისნაირი ხალხით რო არის სავსე ეს მედია სივრცე, იმიტომ რომ გამოვა ადამიანი ილანძღებიან, იფურთხებიან და ვერ უძლებს კაცო ადამიანი, ბევრი სტუმარი დავკარგე, იცით თქვენ რომ გადაცემაში რომ მომყავდა და იმ კომენტარებში რომ გინებები იყო, აუ არ მინდაო რა ეს გინებებიო და თავს იკავებს, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი მაყურებელი ყავს, ძალიან ბევრი კომენტარი არის ჩვენს გადაცემის ქვეშ და ეხლა მე ყველას ვერ იმას ვიზამ, ვერ გავშიფრავ და ვერ ვიდეო ერთი კაცი ვარ დავში მარტო მეგობრებო, არავინ არ მეხმარება, არავინ გვერდში არ მიდგას, ეს მადლობა რომ საქებარ სიტყვებს მეუნება ბევრი, მაგრამ ეს თქვენ არ გეხებათ უბრალო ადამიანებს, მე ვამბობ ვისაც ეხება ეს, მაგრამ იმის იქით არაფერი არ მიდის. ჩვენ ვხედავთ რომ TV პირველი გაჯერებულია რეკლამებითა და ფინანსებით, ფორმულა
არ ვიცი მე კიდე აგერ კავკასიას თურმე ამერიკიდან ეხმარებიან და ჩვენ ეხლა აგერ რუსეთში ვიყოფებით, პრორუსულებს გვეძახიან და კაპიკი არ აგვიღია არც რუსეთიდან და არც ვიღაცა პრორუსისგან, გესმით? თორე ჩვენ ეხლა სხვანაირი ტიპის გადაცემა გვექნებოდა, სხვა სტუდიით, სხვა სივრცით, კიდე ერთხელ ვიმეორებ. ჩვენ არავინ არ გვეხმარება. იმიტომ აი ეს მდგომარეობა ასახავს ქართულ-რუსულ ურთიერთობებს. და მე ვფიქრობ, რომ ამაზე უნდა იყოს მსჯელობა. ისე ერთი მაინტერესებს ამერიკის ელჩთან რომ აუდიენციებით, სურათებით გვარბებდა ეს ელისო კილაძე კელი დეგნანთან. ეხლა მაინტერესებს ერთი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხო არ გააკეთებს განცხადებას ან საელჩო ამ ქალბატონთან მიმართებით. ეხლა ალბათ ვიღაცა იტყვის, ოკაი, ამაზე რა შეჭამეთ, ვინი ამდენს ლაპარაკობთ. ხო, იცით რა არის? ეს ის ადამიანი იყო, რომელიც კიდე ამერიკის საელჩოში ესე არ ხდება, მიღებებზე დადიოდა. ეს ის ქალი იყო, რომელიც კიდე ერთხელ ვიმეორებ, გამოგქონდა სახელმწიფო უწყებებიდან ინფორმაციები და ეს ის ქალია, რომელსაც გაზეთი ქონდა, ფული ქონდა, ყველაფერი და ესე ხო არ ხდება. ამ ქვეყანაში უნდა გაირკვეს ეს ყველაფერი, რომ მარტო ამ ადამიანის კი არა, ყველა იმ ადამიანის გვარსახელი უნდა ამოტივტივდეს, ვინც ეს შექმნა, ვინც ამას ხელს უწყობდა და ვინც კიდე დღეს გარეთ არის და ვითომ ამ ქალს ემიჯნება. ჩვენ ხო კარგად ვიცით როგორ ხდება, ხო? ეხლა ადამიანი რომ მე მოხდება იქ სადაც ეხლა ეს მოხდა, მე ყველა დაიწყებს სხვაგვარ ჭიკჭიკს, მაგრამ მე ძალიან კარგად მახსოვს ყველაფერი და თქვენც კარგად გახსოვთ რა როგორ იყო და რანაირადაც იყო. აქიდან ვერ ამოშლი, იმისი არ იყოს და ყველა ვერაფერს ვერ ამოშლით და ვერაფერს ვერ დაგვავიწყებთ ჩვენ. იმიტომ რომ ძალიან კარგად გვახსოვს ყველაფერი ის პროცესები, რომელიც მაშინ იყო და მე მინდა გითხრათ, რომ ამას დავიწყება არ მიეცემა და ყველა პასუხს აგებს იმისთვის, რაც ჩაიდინა. და საინფორმაციო პოლიტიკა არის მნიშვნელოვანი ქვეყნის ცხოვრებაში. ჩვენ ამიტომ გვებძვიან და ამიტომ ვართ ფაქტობრივად იატაკქვეშედან გვიწყებს ბრძოლა, რომ იმიტომ გვებძვიან ჩვენ, იმიტომ არ გვახარებენ, იმიტომ ხურავენ, იმიტომ არ გვიშვებენ ტელევიზიაში და იმიტომ ვართ აი ესე მდგომარეობაში, რომ ჩვენ მართალ სიტყვას ვიძახით, თორე დღეს ეხლა ვიღაცეები დაჯდებიან სტუდიაში და არც ეხებათ არაფერი ეს გარკვეული პროცესები, ლაქლაქებენ დღელა ღამე და არავით შენ თუ ხელისუფლება, შენ თუ მიუღებელი ხარ და შენ თუ პრობლემა გაქვს, ამდენს ვინ გალაპარაკებს, გეკითხებით, ვინ? ჯერ ვინ მისცემს საშუალებას ადამიანებს, რომ აი ესე გააკეთონ. მე კიდევ ერთხელ იძულებული გავხდი, რომ ქვეყანა დამეტყობებინა და წამოსულიყავ, იმიტომ რომ საქართველოში შეუძლებელი იყო უკვე მედია სივრცეში მუშაობა. და აი ეს გადაწყვეტილება, როდესაც ჩემს მიერ მიღებული იქნა, იმით იყო განპირობებული, რომ თქვენთვის მე მომეწვინა ხმა. აი დღეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი რაც მოხდა, მე ძალიან კმაყოფილი ვარ და მე ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას მოუწონებ იმ შემთხვევაში, თუ ყველა გამოვლინდება, ვინც ამ ქალბატონის უკან იდგა. მარტო ეს არ არის საკმარისი. ეს კი კარგია, მაგრამ ყველა უნდა გამოიკვეთოს, ვინც ამ ქალს ინფორმაციებს აძლევდა, ვინც ამ ქალს ესე იგი ხელს უწყობდა თავის სიბინძურეების ქვევაში. ჩვენ, იცით რა არის, სარეველა ძირფესვიანად უნდა ამოიღო, თორე თუ ის მოცელე ხვალდაზე კიდევ გამოიღებს ნაყოფს და ახალი ამგვარი ტიპის ადამიანები შეიქმნება. ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ ყველა დივერსანტი, ყველა ქვეყნის მტერი, რომელიც დღეს მედია საფარველის ქვეშ იბძვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის სუვერენიტეტის და ჩვენი ნათელი მომავლის წინააღმდეგ, იმიტომ რომ სხვაგვარად შეუძლებელია. ამით დაგემშვიდობებით და შევხვდებით უკვე მომავალ გადაცემაში.